დეკემბერს 5 საათზე ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის ორგანიზებით სამების ტაძრის ეზოში წინასაშობაო საქველმოქმედო საღამო გაიმართება. ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 42 წლის თავს ეძღვნება. დეტალებს ანა გზირიშვილი მოგვიყვება, რომელიც ახლა სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან ჩაგვერთვება. ანა, მოგესალმებით და გისმენთ. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დღევანდელი საქველმოქმედო საღამოსთვის მზადება უკვე დაწყებულია. თბილისის 30-მდე სკოლის 500-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული ამ ღონისძიებაში. თუ რა ელოდება დღეს აქ მოსულ ადამიანებს, ამის შესახებ დავითიანის პრეზიდენტი კოტე სვანაძე მოგვიყვება. კოტე, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ანა. დიდი ჟრიამულია უკვე სამების ეზოში და მოდი უთხრათ მაყურებელს რა მოხდება დღეს საღამოს 5 საათზე აქ. დიდი მადლობა, ანა, მივესალმებ თქვენს მაყურებელს. დღეს 5 საათზე პირველად გაიმართება წინასაშობაო საღამო, რომლის ფარგლებში დაგეგმილი არის განსაკუთრებული მოვლენა, ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო. პირველად სამების ეზოში ნაძვისხის ანთება. ამ ღონისძიების დაგეგმვაში ჩართული არის დავითიანის 30-მდე ლიდერთა კლუბის მოსწავლეები, რომლებმაც მთელი ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი იშრომეს და დღეს არის კულმინაცია მათი შრომის გამოვლენის. მთავარი აქცენტი გადატანილი არის საქველმოქმედო მიმართულებით და დღეს შემოსული შემოწირულობით ახალგაზრდები ასრულებენ ზრუნველობად მოკლებული ბავშვების წინა საახალწლო სურვილებს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება. დაგეგმილი არის ასევე საზეიმო კონცერტი, რომელშიც 20-ზე მეტი ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას და ძალიან ლამაზი და ზღაპრული საღამო გელოდებათ ყველას. ამიტომ ყველას მოგიწოდებ დღეს 5 საათზე სამების ეზოში შემოგვიერთეთ წინასაშობაო საღამოზე. კოტე, მე შენ დაგიბრუნდები აუცილებლად. კონცერტი ახსენე და კონცერტის შესახებ მინდა გკითხოთ, რომელი ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. მოგესალმებით. საღამოს 5 საათზე ვიწყებთ კონცერტს. მონაწილეობენ საპატრიარქოს სკოლები, არა მხოლოდ მცხეთა თბილისიდან, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოვლენ, უკვე გზაში არიან. მოიწყობა ასევე გამოფენა ბავშვების ნახატების, სახელნაკეთი ნივთების გამოფენა იქნება. საპატრიარქოს სკოლებიდან პირველი ხსნის ბათუმის სკოლა, წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის, სადაც მინდა აღნიშნო, რომ სწავლობს ჩვენი საამაყო ანიტა აბგარიანი, რომელმაც ევროვიზიაში გამარჯვებული. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლები, იქნება ხალხური საკრავები. მრავალფეროვანი და დატვირთული ელოდება დღეს მაყურებელს. ინტერესო და ხალისიანი და რაც თავია ნაძვისხი აინთება, თოვლის ბაბუა ყავს და ბავშვები იხალისებენ და ძალიან დიდი მადლობა. მე აუცილებლად მინდა რომ გადავინაცვლო ღონისძიების მთავარ მონაწილეებთან, ბავშვებთან, რომლებიც სხვადასხვა ნივთებით არიან დღეს წარმოდგენილი. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რისი თქვათ შეძენა შეუძლიათ. მე ვიცი რომ სურვილის მიხედვით არის, ხო? რათა ხას შეწირავენ და თქვათ რომელ ნივთს აერჩევენ. კი ბატონო, პირველ რიგში მოხარული ვარ, რომ ჩვენ სკოლას მიეცა აქ მონაწილეობის მიღება. ჩვენი სკოლა აქტიურად იყო ჩართული. ყველა, ესე ვთქვათ, შეიტანა წვლილი ამ ყველაფერში. ასევე ვიპოვეთ სპონსორები, რომლებმაც საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანეს და საკმაოდ დაგვიყვნენ გვერდში. აქ შეძენა ძირითადად წიგნების შეძენასაც, ხელნაკეთი ნივთების, მათ შორის სპონსორების მიერ გამოგზავნილ პროდუქციას და მოხარული ვარ, ვინც შეიძენს და გაგვეხარებს, ესე რომ ვთქვათ, და მიიღებს ქველმოქმედებაში მონაწილეობას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის პირადად. ძალიან დიდი მადლობა, როგორც უკვე მოისმინეთ, დღეს საღამოს 5 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საქველმოქმედო საღამო გაიმართება, ასე რომ თუ გინდათ თქვენი წვლილი შეიტანოთ ზრუნველობა მოკლებული ბავშვების საახალწლო სურვილების ასრულებაში, აუცილებლად მოდით აქ. მე კი მინდა ვისარგებლო ჩვენი ეთერით და დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცო სრულიად საქართველოს, სიყვარულის და სიკეთის მომტანი წელი ყოფილიყოს 2026.